მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამ ვარსკვლავები გვასწრებენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს საუბრობთ იმაზე, თუ როგორ იქნება ასტროლოგიური კუთხით, ანუ რას გვქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტების კეთილგანწყობა 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში. და მე დაგითხრათ, რომ დახუნძლული კვირაა. უამრავი ერთი მეორეზე საინტერესო მოვლენა გველოდება წინ, თუმცა საყურადღებოც უპირველეს სკოლისა და ამასაც უნდა მიექცეს რას უყურია ყურადღება. ეხლა რასთან გვაქვს საქმე? პირველი დავიწყოთ და უმთავრესი დედამიწა უკვე შესულია ორობით ენერგოველში. 15 ივლისამდე იგი იქნება ორობით ენერგოველში. ეს კი რას ნიშნავს? უკვე ბევრმა თქვენთაგანმა მე მგონია, რომ იცის, რომ როცა დედამიწა ორობით ენერგოველში შედის, მაშინ რას უყურია მოსაოდნელია. ჯანმრთელობის გაუარესება, ფსიქოემოციური განწყობის გაუარესება, გარკვეულწილად ან ცვალებადობა, ასევე შეიძლება სირთულეები იყოს მოლაპარაკებების დროს, სირთულეები შეიძლება იყოს ახალი იდეების რეალიზაციის კუთხით და რატო კიდე ამას თავისი დამატებითი მნიშვნელობა ექნება, ამაზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში. ამის გარდა აქ უფრო რთულდება ხელშეკრულებების დადება, აქ უფრო რთულდება მოგზაურობა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და ეს ყველაფერი სწორედ დაკავშირებულია ამასთან, რომ ჩვენ ასე იგი გვაქვს ესეთი ცოტა ნეგატიური ენერგოველი და ამ ხრივ საჭიროა ცოტა მეტი ყურადღება. და ვეცადოთ, რომ უკვე აქ არ ვიკონფლიქტოთ, არავითარას ვთქვათ პოლემიკაში არ შევიდეთ და ტრაუმატული ტენდენციები რადგან მაღალი, ამ ხრივად ცოტა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას და ასე შემდგომ. შემდგომ მოდი ავუმშოთ კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს ჩვენ. მაგალითად მოდი ეს ვთქვათ ხვალიდან 29 რიცხვიდან ივნისისა 8 ივლისამდე. ცისკაბადონზე ხდება პლანეტების ურანის და მარსის ენერგიათა შეერთება და ამავდროულად ისინი ქმნიან ძალიან დაძაბულ ასპექტებს ურთიერთობებს თვარის კვანძებთან. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს მასობრივ კონფლიქტებს, მოულოდნელ დაპირისპირებებს და აქედან გამომდინარე ვიყოთ ყურადღები და პიკს ყოველივე ეს აღწევს 4 ივლისს. 4 ივლისი ასევე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ აქ არის პიკი. ახლა წარმოიდგინეთ მარსის ურანის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში. მარსი არის კონფლიქტის, აგრესიის მმართველი პლანეტა, ურანი არის მოულოდნელობების, ანუ მოულოდნელი აფეთქება, მოულოდნელი აფექტი, მოულოდნელი აგრესია ადამიანში, წინასწარგანმსაზღვრელი მოულოდნელი მოქმედებებია, შეიძლება იყოს დაკავშირებული მოულოდნელ ხანძრებთან, მოულოდნელ ელექტროპრობლემებთან დაკავშირებით, შეიძლება უცებ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და სხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგიებს შეექმნას პრობლემები და ასე შემდგომ რაღაც სხვა სახის ტექნიკური გაუმართლობები და აქედან გამომდინარე ვიყოთ ცოტა ყურადღებით ამ ხრივაც სათანადო სამსახურებიც უნდა იყოს ასე ვთქვათ ყურადღების ცენტრში. აქ არ არის გამორიცხული ასევე ძლიერი ქარი, იმიტომ რომ ურანი მართავს ამ ზონას და ამიტომ 4 რიცხვი იქნება პიკი, მაგრამ უკვე ხვალიდან ყოველ შემთხვევაში აი ამ კვირის ბოლომდე და მაქსიმუმ 8 ივლისამდე ეს ურანის მარსის შეერთება და თვარის კვანძებთან მათი დაძაბული ურთიერთობა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, აბსოლუტურად ყველას ეხება ეს. თორემ მეორე მოულოდნელი პრობლემების, მოულოდნელი კონფლიქტების, მოულოდნელი უსიამოვნებების ტენდენციები მაღალია სხვადასხვა ფორმით და სახით. ეხლა კიდევ ხვალ რა ხდება? ხვალ ხდება ისიც, რომ კომუნიკაციის და ინტელექტის გონების მართვა პლანეტა მერკური ასევე ხვალიდან 24 ივლისამდე ხდება რეტროგრადული უკუმავალი. ამით მეტად შეზღუდავს მაგალითად ახალი საქმის დაწყებას, მოლაპარაკებების წარმოებას, საჭირო ინფორმაციის მიღებას, სხვა სახის კონტაქტებს, მოგზაურობებს. აქ გვამცნობს, რომ დაუშვათ გქონდა თქვენ რაღაც არასწორად წარმართული საქმე, რაღაცა იდეა, შეიძლება რაღაცა ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა და რაღაცა ვერ გავითარდა სათანადოდ, ხო? პრობლემები შეიქმნა, სადღაც დაუშვათ შეჩერდა ეს ყველაფერი. აი ამასთან დაბრუნების დროა. იცით თქვენ ესეთი რამ ხდება წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ და ეხლა გვაქვს ერთ-ერთი პერიოდი ესეთი, საკმაოდ ხანგრძლივია 24 ივლისამდე ხვალიდან და აქედან გამომდინარე აქ არაფერი ახალი არ უნდა შეიძინოთ. ახლა არ არის ლაპარაკი საკვე პროდუქტებზე, თავისთავად წამლებზე და ასეთ ყოველდღიურობაზე. აქ ლაპარაკია მსხვილ შენაძენზე, მაგალითად გინდათ მანქანის შეძენა, გინდათ სახლის შეძენა, გინდათ ავეჯის შეძენა, ახალი დაუშვათ იქ კომპიუტერის შეძენა
შეეცენა და შემო 24 რიცხვამდე მოითმინეთ. Ყველა ჯობია, იმიტომ რომ ეხლა ამ პერიოდში ნაყიდი რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება არ გამოგადგეთ, ან მალე გაფუჭდეს, ან რაღაცა დეფექტი აღმოაჩნდეს მას და ასე შემდგომ. ესე იგი, მე გაგაფრთხილეთ, პროცესით სამყარომ გაგაფრთხილოთ და არჩევანი უკვე თქვენზეა თავისთავად. და ცოტა ფრთხილად აქ ასევე მგზავრობის კუთხით, იმიტომ რომ საცობების ალბათობაც მოიმატებს და ტექნიკური გამომართვება მანქანასთან დაკავშირებული იქნება საკმაოდ დიდი. ამ ხრივაც არის საყურადღებო, ამიტომ და მგზავრობის დროსაც შეიძლება სხვა შეფერხებების წინაშე აღმოჩნდეთ. მაგალითად, ბილეთი ვერ იპოვოთ დროულად, რაღაცა საბუთი ან რაღაცა ტექნიკური მიზეზები დროულად ვერ გაფრინდეს და უშუალოდ თვითმფრინავი თუ არის ან რაღაცა სხვა ასე თქვა სატრანსპორტო საშუალება და ამ კუთხითაც შეიძლება რაღაც ესეთი წინასწარ განუსაზღვრელი მოულოდნელი სიტუაციები შეიქმნას და ეს ითხოვს რას ყველა მეტ ყურადღებას. ამავდროულად მოდით დავნიშნოთ, რომ თუ რაღაცა გაგვკიდე გასაკეთებელი და დღეს შეგიძლიათ მოასწროთ, ჯობია დღეს ვიდრე ხვალ. სამაგეროდ ყოველდღიური საქმეები კი ბატონო, ძველი საქმეები დაასრულეთ, გაიაზრეთ, რა შეცდომები დაუშვეთ წარსულში. იქნებ ეს შეცდომები ახლა გამოსწოროთ. ან იქნებ დაუშვათ ის არასწორად დაწყებული საქმე ახლა ახლებურად განავითაროთ და უბრალოდ მეტად სასიკეთო ელფერი შეძინოთ ყოველივე ამას, ხო? აი ეს ტენდენციები ითხოვენ ცოტა მეტ ყურადღებას. და ამას მეაქციოთ ყურადღება. ესე იგი 24 რიცხვამდე არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დავიწყოთ, არავითარი ხელშეკრულებები, არავითარი სერიოზული მოლაპარაკებები. Იმიტომ მათი უმრავლესობა არ იმუშავებს შემდგომ. 24 რიცხვის მერე კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აქ უკვე ბევრ რამეს შეძლებთ. ეხლა არა, ეხლა დავუბრუნდით დაუშვათ ძველ საქმეებს და დაასრულეთ ისინი. ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ეხლა კიდევ რით არის დახინძლული ეს კვირა 30 რიცხვით. ნუ ფაქტობრივად 29-ს ეხება ესეც და 30-საც. რატო? იმიტომ რომ სავსემთვარეობა ეს არის მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება თხისქას და კერჩხების ზოდიაქალურ ღერძზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სავსემთვარეობის პიკი მოდის 30 რიცხვში 30 არის სამშაბათი, 3 საათზე 58 წუთია. ესე იგი ეს უკვე ნიშნავს, რომ წინა დღეც ითხოვს ყურადღებას 29-შიც ორ შაბათს უკვე თვალსაცემი იქნება სავსემთვარეობის ეს დაპირისპირება ენერგიებისა და რასაკვირველია გადავა 30 რიცხვზე. ამიტომ ეს ორი დღე ცოტა ფრთხილად ყურადღებით ვიყოთ ორ შაბათს, სამშაბათს, იმიტომ რომ სავსემთვარეობა მეგრძნებათ ეს ცოტა რთული დღეა. რატო? იმიტომ რომ დაპირისპირება მზისა და მთვარის აქ ქონის უფრო მეტ გართულებებს და მეტ სირთულეებს. ანუ კონკრეტულად რაც გულისხმობ, აქ მაგალითად ტრავმატული ტენდენციების ალბათობა მაღალია. აქ მაგალითად შესაძლებელია რომ მოხდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებული რისკ ჯგუფში არიან კუჭ-ნაზლავის ზონა, ამიტომ კვებას მიაქცეთ განსაკუთრებული ყურადღება. შემდგომ ასევე ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ამას მიაქცეთ ყურადღება, არავითარი სიმძიმეები და უკვე თრიმოძრაობები. თორემ არა შეიძლება გარადიკულიtis არემატიული პროცესები გამვითარდეს მეტად და ამ ხრივ იყოთ ყურადღებით და რასაკვირველია არავითარი ახალი საქმე, არავითარი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება, მნიშვნელოვანი გარიგება, რაღაცა სარისკო მოქმედებები არა. ამ დღეს, ასე დღეს ეს არის ეგწოდებული სატანური დღე, სავსემთვარე, ამიტომ აკონტროლეთ მაქსიმალურად ემოციები, იმიტომ რომ ემოციების ეგზალტაციის ალბათობაა მაღალი, აკონტროლეთ ემოციები და მაქსიმალურად ეცადეთ შვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, მეტი სიკეთე, მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთობა ხელოვნების ფართო სპექტრთან, ზელამაზესთან და შვიდად გავიაროთ ერთ სიტყვით, აი ორშაბათი და სამშაბათი დღეები ამ თვალსაზრისით. პირველი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ 1 ივლისს 4 შაბათი დღეა, გამარჯვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი აი ამ დღიდან 1 წლით გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში და აი ამ ზეგავლენის შედეგად რა არის მოსალოდნელი? ნუ პირველ რიგში მოითამაშოთ, რომ წარმატებას პირველ რიგში მიაღწევს ესეთი ადამიანები, ვინც მოქმედებაში ეყრდნობა ჭეშმარიტ სიყვარულს, შვილებთან კარგ ურთიერთობებს, აქტიურ ენერგიულ მოქმედებას, კეთილშობილებას, მეგობრობას, ოპტიმიზმს, უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებასაც ეს საჭიროა, ორგანიზატორულ ნიჭს, არტისტულ და შემოქმედებით შესაძლებლობებს. და დანარჩენზე უკვე ვისაუბრებთ ცოტა ხანში, როდესაც ჩვენ ამ თემას უფრო მეტად გავშლით. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ იუპიტერი გადადის ლომის ზოდიაქოში 1 წლით. ამიტომ ხანგრძლივი მოვლენაა
და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ფავორიტი უკვე ამ პერიოდიდან შემოდის ლომის ზოდიაქოს ნიშანი. და კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც მინდა ესე საგანგებოდ გამოვყო, ეს არის პარასკევი დღე, ეს არის 3 ივლისი და რა ხდება აქ პლანეტა პროზერპინა სწორედ 3 ივლისიდან გადაასვლებს 21 გრადუსში მორიელი ზოდიაქოს ნიშნი, სადაც ძალიან მძიმე გრადუსია, ეს მინდა გითხრათ და ამით მეტად ხელს შეუწყობს ამ პერიოდიდან პროტესტების, დესპოტიზმის, დამოუკიდებლობისადმი, მიდრეკილებისადმი განვითარებას ადამიანებში ამდროულად თავისუფლების დათრგუნვის ახალი მექანიზმების შემუშავებას, არასამართლიან ბრალდებებს, გააღვივებს ქრონიკულ დაავადებებს, ციხეში ჩასმის და გაკოტრების ტენდენციებიც მოიმატებენ სამწუხაროდ ყოველშემთხვევაში წლის ბოლომდე ეს ტენდენციები მოსალოდნელია უკვე 3 ივლისიდან, ეს იქნება დაკავშირებული მეორე პლანეტა პროზერპინას გადასვლასთან 21 გრადუსში მორიელის ზოდიაქოს მძიმე ენერგეტიკის მქონე გრადუსში. ეს ზოგადი მოვლენები, რომელიც გვეუდება, ხედავთ, რომ დახუნძულია საკმაოდ შემდეგი კვირა ამ ესეთი მოვლენებით და ეხლა უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რა ელოდება, რადგან დედამიწა უღრუბლად ენერგოველშია და რადგან ჩვენთან სავსე მთვარეობის პერიოდი გვაქვს, ესე იგი ცოტა მეტი სიფრთხილე ესაჭიროება აბსოლუტურად ყველას. მათ შორის პირველში ვერძებო დისარმონიული პერიოდია უკვე თქვენთვის, პირველში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება მეტად იჩენს თავს თქვენში. ძალიან ბევრ დროს წაიღებენ საოჯახო საქმეები, პრობლემები ახლობელთა მათ შორის. და ამაზე ბევრი ფული წავა, დრო, ენერგია და ასე შემდგომ, რომ მეტი შეიძლება რაღაცა გაფუჭდეს სახლში დაუშვათ სამტექნიკა, ელექტროტექნიკა, ამან ასე ვთქვათ კიდევ ეს მოითხოვს კიდევ ზედმეტ თანხებს და ასე შემდგომ, ურთიერთ გაგება თქვენსა და ოჯახის წევრებს შორის, თქვენსა და ახლობლებს შორის მოიმატებს. ამიტომ სასკოლო კონტაქტებში შეიძლება დაძაბულობა შეინიშნოს, შემოქმედებითი კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი და ზოგიერთ თქვენ საიდუმლოდ შეიძლება აქ გამომზეურდეს, რაც გახდება დამატებითი პრობლემების ფაქტორი. მეტად დაერტყმეთ ინტუიციას თქვენი მოქმედებისას, რაც უფრო მეტად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, მაგრამ პერიოდი რომ თხილად უნდა გავიაროთ, გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას და არაფერის არის კომშვანი განსაკუთრებული აქ არ დავიწყოთ, ეს მე მგონი უდავოა და გასაგებია ყველასთვის. ვერძმა უნდა ფრთხილად გაიაროს უკვე ეს პერიოდი, იმიტომ უფრო კონფლიქტურია იგი განსაკუთრებით ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან მიმართებაში. თუ პრობლემა შეექმნა ოჯახში, ჩვეულებრივად გადაწყვეტეთ, რაც საჭირო ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, აქ პირიქით ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ეს ნიშანი უფრო აქტიურდება. მოდი ასე ვთქვათ, შრომის უნარიანობაც მოიმატებს, ამ მხრივ დაუშვათ უდაოდ კარგია. ამიტომ ეს ზამშვანი რომ ამ პერიოდში შეძლოთ სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება ევლიყო ადამიანებთან. თუმცა არასასიამოვნო სიტუაციები შეიძლება მაინც წარმოიქმნას, იმიტომ რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. ეს გარკვეულ გამოცდებს მოგიწყობთ. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი არ არის სასურველი მგზავრობა-მოგზაურობისათვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის. ასე შეიძლება ოჯახში, სახლში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. არა ეს გამორიცხული, რომ ზოგიერთ ნათესავთან შეიძლება აქ რაღაც სასამართლო პროცესებიც კი დაიწყოს და აქ ეს უძრავქონებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული განსაკუთრებით ეს საკითხები. აი ეს ხელი შემშელი ფაქტორებია. ასევე ფეიკების ალბათობა მაღალი, ამიტომ კურორება ყველაფერი გადაამოწმეთ. ვირას გეუბნებათ, ყველაფერი არ დაეჯეროთ, აუცილებლად გადაამოწმეთ. ხელშეკრულებას თუ ხელს აწვდით, ყველა პუნქტს უნდა გადახედოთ. ისე ხელი აქვს არ მოაწეროთ, იმიტომ რომ შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. მაგრამ საერთო ჯამში კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, ინტელექტუალური განვითარებისათვის ეს პერიოდი სულაც არ არის ცუდი პირიქით. აქ საერთო ჯამში მაინც წარმატების ფაქტორები გაქვთ მეტი, მაგრამ აი წყალქვეშა დინებებს, რომელიც ჩვენ ავუშვეთ, მიაქცეთ სათანადო ყურადღება, რომ ეს არ გახდეს მთლიანობაში კარგი პერიოდისთვის ხელი შემშელი ფაქტორები. ტყუპების ზოდიაქოს რაც შეეხება, მოდი ავუშვეთ, რომ უკვე დისკომფორტი ნელ-ნელა იჩენს თავს. თქვენს ხასიათში, იმიტომ რომ ემოციური გაღიზიანება, არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს, თან იმუნიტეტია დაბალი. აქ შეიძლება მოგიხდეთ უფრო ძველ საქმეებისადმი მიბრუნება, რაღაც დაუსრულებელი საქმეები იყო, ხო, აი ეს უფრო მოითხოვს მეტ დროს. თუმცა დავუშვათ კონტაქტებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი, აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს მოუხდეს რაღაც საბუთების შეგროვება, ასევე ვალების დაბრუნება. თუ კრედიტი გქონდათ, აი ამის დაბრუნების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ აქ ამ პერიოდში
ამასთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს გონებაში გაჩნდეს ახალი რაღაცა გეგმა. და ამიტომ ძველი ვალები და ვალდებულებები ძალიან შეუძლია ხელს ამ ხალხ თქვენი გეგმების განხორციელებას. ამასთან ერთად მოუთმენლობა, სუსტრაფობა, კატეგორიულობა მატულობს თქვენს ხასიათში, რამაც შეიძლება ცუდად დაძაბოს თქვენი ურთიერთობები ირგვლივ ადამიანებთან. ამიტომ მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, კაპიტალ დამატებებისთვის ეს პერიოდი ნამდვილად სასურველი არ არის. ჯობია თავი შევიკავოთ ესეთი ცოტა მსხვილი საგრძლებისაგან. და ამას კიდევ პლანეტა მერკურის რეტროგრადულობაც უწყობს ხელს. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ერგოტონუსის კუთხით ზარბს არ ვჩივით, იმიტომ რომ ნელ-ნელა ენერგია გემატება, ჯანზე მოდიხართ, შარმე მიზიდულობა მაღალია, მატულობს თქვენში ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, მატულობს დახვეწილი იუმორის კარგი გზნობა, პროენერგიულები ხდებით, ახალი იდეების ჩამოყალიბების რეალიზაციის პერიოდია და ძალიან ბევრი საქმე გექნებათ. არც შეიძლება პრობლემაც კი გადაწყვიტოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ესეც ყველაფერი და რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს თქვენი მსოფლმხედველობა ამ პერიოდში. გენერატორი იქნებით ძალიან საინტერესო ახალი იდეებისა და ეს ხელს შეუწყობს ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კი ბატონო, საერთო ჯამში მთავარი ფავორიტი მაინც ხარ თქვენ. მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ღიზიანდებიან იმ ნეგატიური მოვლენების შედეგად, რაც დედამიწის უარყოფით ენერგოველთან არის დაკავშირებული. ამიტომ ცოტა მეტი ტაქტი, ცოტა მეტი თავდაჭერა, ცოტა მეტი დიპლომატია გამოავლინოთ თქვენს ირგვლივ მყოფ გაღიზიანებულ ადამიანებთან, რომ აქ არ შეიქმნას არასოციალური კონფლიქტები და დაპირისპირებები. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აი აქედან უკვე იწყება ლომებო თქვენთვის რთული პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი 1 წლით გადმოდის თქვენ ზოდიაქოში, მაგრამ რეალურად იუპიტერი უცებ წარმატებას ვერ მოგიტანთ. იუპიტერს უნდა, მინიმუმ 2 კვირა მაინც, რომ ნელ-ნელა აი სასტარტო პოზიციიდან დაიწყოს უკვე აქტიური მოძრაობა. ანუ მას უნდა დრო, აი როგორც მანქანას უცებ დაუშვათ, ვერ დაძრავთ, რაღაც დრო უნდა, ხო, ნელ-ნელა უმატებს სიჩქარეს. აი იგივე ჭირდება სწორად იუპიტერს, რომ მან უკვე რეალურად წარმატები მოგიტანოთ. ამიტომ წარმატების ძირითადი ფაქტორები 15-20 რიცხვის შემდეგ არის მოსალოდნელი ივლისისა ლომებისთვის, მაგრამ იქამდე თქვენ გადიხართ ეგრეთ წოდებულ დაბადების წინა საკმაოდ რთულ პერიოდს, რომელიც სწორედ ამ კვირიდან იწყება. ამიტომ ელავით ყურადღებით, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რამისი არ გამოვა, როგორც თქვენ სურდათ ან გქონდათ დაგეგმილი. სერიოზული წინაღობები შეიძლება იყოს პარტნიორებთან მიმართებაში, როგორც ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, ასევე სასკოლო პარტნიორებთან, რამაც შეიძლება შეცვალოს არაერთი თქვენი გეგმა. ამასთან ერთად უიღბლობა მატულობს, ამიტომ არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დაიწყოთ, არ გვინდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები ამ პერიოდში. და მოდით ისიც აღვნიშნოთ, რომ თქვენში მატულობს სუსტრაფობა, რითიც შეიძლება შესაბამისად დაუშვათ. აუცილებლად ენას ყველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით და ისე მოქმედეთ. აქ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფაროთ, არაფერი სარისკო გრანდიოზული ახალი აქ არ დაიწყოთ და ამასთან ერთად არ ძინავდა პირიქით აქტიურდებიან ფარული მტრეები, მოშურნეები, რომლებიც ცდილობენ კულისებს მიღმა თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას და ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან და ესე ფრთხილად იმოქმედეთ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მატულობს. ჯანმრთელობა პროგრადია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, მოთმინება, ეს ყველაფერი გაძლიერდება თავისთავად. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში, მაინც ცოტა ყურადღება საჭირო ხელის შემშლელი ფაქტორებისადმი. აქ უფრო გიჭირთ მაგალითად გარემოებათა გამო თქვენს პირად გეგმებზე გადართვა ყურადღებისა. ამასთან ერთად შინაგანი შიშები, გარკვეული ეჭვები უფრო მეტად გაძლიერდებიან თქვენში. ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანი რაღაც შინაგან მარტოობას იგნობს მეტად ამ პერიოდში. არის გამორიცხული ძველმა კონფლიქტებმა, წინააღმდეგობებმა, კოლეგებთან, ნაცსაებთან, ასევე მეტად იჩინონ თავი. ეს პერიოდი ამიტომ არ ვარ გამნიშნავანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მოგზაურობისთვის და ახალ სამსახურში გადასვლისათვის. აი ამისგან ჯობია თავი შეიკავოთ. მაგრამ რაღაცა დასახვა ახალი რეფორმები რაღაცა ინტერნეტთან ურთიერთობა არ არის ცუდი, ოღონდ თუ იქ რაღაცა დაგაინტერესა, აუცილებლად გადამოწმების რეჟიმში. გადაამოწმოთ ინფორმაციით, რომ ფეიკების ალბათობა ინტერნეტიდანაც საკმაოდ მაღალია. თუმცა შეიძლება ასევე საინტერესო ინფორმაციაც მიიღოთ უდაოდ. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, სასწორებო უპირველეს სკოლისა აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ფსიქოემოციური პრობლემები მეტად იჩენენ თავს. დისარმონიული პერიოდია.
მეტი დრო დაეთმობა კარიერულ საკითხებს, პრობლემებს, ან და შეცდომების გამოსწორებას და აქედან გამომდინარე იდეების რეალიზაცია საკმაოდ სათბო იქნება სხვადასხვა ობიექტური სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის შეიძლება იყოს მაგალითად გაუგებრობები ან დაპირისპირებები პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმე, ასევე სასკოლო პარტნიორებთან, სადაც მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებთ. ამასთან ერთად მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, მოთხოვნა თქვენდამი იქნება ძალიან მაღალი. რაც თქვენ გაგზავნებთ და ასე ვთქვათ, თვლით რომ ეს თქვენს თავისუფლებას კეტავს, გიშლით თავისუფლად მოქმედებაში და ზოგიერთ ისეთ საქმე იქნება, რომელსაც სხვას ვერ გადაადებთ და ვერ თხოვთ, რომ მან გააკეთოს თქვენს მაგივრად. ამიტომ მოგიხდებათ ისეთ საქმეების გაკეთებაც, რომელიც სულაც არ გზავნებთ, მაგრამ აუცილებელია. ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, რომ აქაც სიტუაცია სხვადასხვა გარემოებების გამო არ დაიცაბოს. მორიელის ზოდიაქოს რაც შეეხება აქ პირიქით, ერგოტონუსი მადლობ ჯანმრთელობა უმჯობესდება, ეს შანხდება უფრო აქტიური, გარკვეული ინიციატივიანი, გარკვეულად კარგი ლიდერული რესურსების წარმოჩენა შეუძლია, ინტუიცია მდგრადი აქვს, რომელიც ხელს უწყობს წინსვლას განვითარებას, დინამიური პერიოდია, მოვლენებით ახსავს, შეიძლება ესე ვთქვათ. ამიტომ მოგეცემოთ იმის საშუალება, რომ გაერკვეთ ზოგიერთ პრობლემებში სწორი, ასე ვთქვათ, არჩევანი გააკეთოთ. და ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენი სულიერი ფასეულობები და ორიენტირებიც კი შეიძლება შეიცვალოს ამ პერიოდში. გზავრობის დროს კი იღავით ცოტა ყურადღებით. რაღაც წვრილმანი უსიამოვნებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რაც საერთო შთაბეჭდილებას უდავოდ გააფუჭებს. ამასთან ერთად თქვენ თვითონ შეიძლება აღმოჩნდეთ მაპროვოცირებელი კონფლიქტების სერგული ყოფ ადამიანებთან. აი ყველა წვრილმოზე ჩაძიებით შეიძლება შექმნათ აქ უსიამოვნებები და კონფლიქტები. და ამ მხრივ იღავით ცოტა ყურადღებით. ამ პერიოდში შეიძლება მეტი დრო დაეთმოს რაღაც საბუთების გაფორმებას. აუცილებლად სჭირდებათ კონსულტაცია იურისტებთან, მით უმეტეს თუ რაღაც მნიშვნელოვან წამოწყებას აპირებთ, რომ ამ კუთხითაც ყველაფერი იყოს დალაგებული. ზოგადად მგზავრობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით პერიოდი კარგია, მაგრამ სიფრთხილე ყურადღება თუ თქვენი მანქანით მიდიხართ, რასაკვირველია, ტექნიკურად უნდა იყოს მანქანა გამართული, ეს ერთი. მეორეც ერთი მზად იყავით, იმიტომ რადგან ახლა რეტროგრადულია მერკური, სხვადასხვა სახის საცობები, წინაღობები გზაში, ესეც მოსაოდნელი, აუცილებელი არ არის, მაგრამ მოსაოდნელი არის და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, დისკომფორტული პერიოდია უდაოდ, იმიტომ რომ ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ მდგრადია, გავფრთხილდით ჯანმრთელობას, ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს და შედეგებიც არ გექნებათ თქვენი ძალისხმევისა ისეთი, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. ამასთან ერთად კონფლიქტების ალბათობა პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს, ასევე სასკოლო პარტნიორებთან საკმაოდ მაღალია. არის გამორიცხული, რომ აქ შეიძლება გაგიჭირდეთ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა. ამასთან ერთად აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიციები გაქვთ ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ და მისი განვითარების მიმართ, ანუ იდეური ცვლილებებია. ამიტომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მშვილდოსნები აღმოჩნდნენ რაღაც სასამართლო პროცესებში ჩართული და ეს უამრავ დროს, ენერგიას, ფულს აიღებს და ჯობია რომ ამისგან მაინც თავი შეიკავოთ. ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, წინ და წინ უგათქვავთ ინფორმაციას თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, რასაც თქვენი გამოიყენებენ მომტაურად თქვენს საწინააღმდეგოდ. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედეთ და ზედმეტი არ ელაპარაკოთ. მაშინ მეტად წახვალ წინ. რაც შეეხება თხის ქალს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ამუშავეთ რომ ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ ეს ნიშანი უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კარგი ორგანიზმული მონაცემების მატარებელი ხდება, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამას უნდა ყურადღება რა ხელისშემშელი ფაქტორები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, პარტნიორული გაუგებრობები და ისო პარტნიორებთან, გინდ ბიზნეს, გინდ სასკოლო პარტნიორებთან რაღაც დაპირისპირებები, რაც იქნება განსაკუთრებით დაკავშირებული ფინანსურ გაუგებრობებთან. ასევე არის ძალიან მაღალი ალბათობა აქ დაუშვათ თქვენი მოტყუებისა ან ფინანსური დანაკარგებისა. ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მოუხდეს სასამართლო პროცესებში ჩართვა, მით უმეტეს თუ ეს იქნება რაღაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ამის ალბათობაც მაღალია. მოგიხდებოდა აუცილებლად კომპეტენტური დახმარების მიღება. მათ შორის ახლობელთა მხრიდან, ნაცვალთა მხრიდან თუ იქნება ეს დახმარება და თანადგომა იქნება ძალიან კარგი და მით უმეტეს პროფესიონალი იურისტებისგან. და ეს პერიოდი არ არის მაინდამაინც სასურველი მგზავრობის კუთხით. რაც მეტად ესე შეინარჩუნებთ სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობას, მეტ უფრო მეტად წახვალ წინ. რაც შეეხება მერწყმული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია თქვენ ცხოვრებაში, გარეგანი, ასე ვთქვათ, მოვლენები ამას განაპირობებენ. ამასთან ერთად რუტინული ყოველდღიური საქმეების გაკეთება მოგიხდებოდა, რაც მაინდამაინც არ გსიავნებთ და არ მოგწონთ
თქვენ უფრო გლობალური და პოზიტიური ცვლილებების მოყვარული ხართ ამ პერიოდში და ამის ტენდენცია აქ არ არის უდავოდ. უფრო მეტიც მოსალოდნელია გარკვეული განახლება, ნაცნობთა წრისა, ასევე შეიძლება ეს ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდინეთ თქვენ მსოფლმხედველობაში და შეცვლიან კიდეც მას. ამავდროულად აკონტროლეთ თქვენში იმპულსური მოქმედება, სულსწრაფობა, ეს გახდება შეცდომების ტოლფასი ფაქტორი და ამ პერიოდში განსაკუთრებით გაუთხილდით ჯანმრთელობას. და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს უმჯობესია აქ დავიდავნებოთ, იმიტომ რომ აქ დანახარჯი იქნება არნახულად დიდი და ეს მერე დამატებით პრობლემებს შეიქმნით. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი პირიქით მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია და ამიტომ მე მესამე ფავორიტია კერჩხიბთან და მორიელთან ერთად ამ პერიოდისა, ამიტომ ამ ხრივ ენერგია გემატებათ, განწყობას ნამდვილად უმჯობესდება, ინტუიცია ძლიერდება, იღბალიც უფრო მეტად თქვენსკენ იხედება. კი ბატონო, ამ ხრივ კარგია, შესაძლებლობები უდაოდ მეტი გაქვთ ვიდრე სხვებს, მაგრამ რადგან დედამიწა ორგულით ერგოველშია, რა ხელისშემშელი ფაქტორები გვაქვს, რაც გასათვალისწინებელია. ნუ მაგალითად მოდი ავნიშნოთ, რომ ეს პერიოდი რთულია იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დინამიურია, საქმეან შემქმნელი დინჯის უნარის გამოვლენის კარგი უნარები გაქვთ, მაგრამ აი ძველი სასიყვარულო პარტნიორები აქ უცებ შეგახსენებენ თავს და მათთან შეხვედრა სულაც არ მოგიტანთ კმაყოფილებას, მაგრამ ამას გვიან გაიგებთ. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომ სულობისთან შეიძლება მოგიხდეთ უფრო მეტი პრობლემების გადალახვა, გადაწყვეტა, რომ დაკავშირებული იქნებიან თქვენს შვილებთან ეს პრობლემები. ან მოგიხდება ძველი შემოქმედებითი პროექტების რეალიზაციასთან დაბრუნება, შეიძლება ფინანსური პრობლემები შეიქმნას თქვენსა და პარტნიორებს შორის, ვაჭრობის ბიზნეს პარტნიორებს შორის და ამის გადაწყვეტის წინაშე აღმოჩნდეთ, რაც მეტად შეინარჩუნებთ ერთ სიტყვით ამ პერიოდში კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, მით მეტად იქნებით მდგრადი და მით უფრო მეტი გექნებათ შანსი წინსვლისა და წარმატებისა. თუმცა ამ პერიოდში უფრო მეტად აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და სხვა შეიძლება ძალიან კარგი ორგანიზატორული მონაცემებიც გამოავლინოთ. ეს ზოგადი ტენდენციებია ამ კვირისა, მეორე 29 ივნისის 5 ივლისის შუალედზეა საუბარი და ეხლა სანამ სხვა თემებზე გადავალთ, ესე იგი პირველში მინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ჩვენ ესე იგი პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით ვიმუშაებთ კიდევ ივლისის თვეში აგვისტომდე. აქა ვართ და მე უკვე ერთი თვით გავალთ შეებულებაში და აქ არ ვიქნებით. ამიტომ ვისაც სურს პირადი ჰოროსკოპის შედგენა, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ესე იგი შეგვეხმიანეთ, იმიტომ რომ ივლისის ბოლომდე მუშაობთ. მე უკვე სადღაც ერთი თვე დავისვენებთ. საჩუის ამ ბოლო ხანს უფრო აქტიურები არიან ამ კუთხით ჩვენი ემიგრანტები, უცხოეთში მცხოვრებლები, ვიდრე აქაურები და აი ესეც საინტერესო მოვლენაა. ნუ გარკვეულ ტენდენციებთან არ არის კოსმოსურ ტენდენციებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც პირველად მოხდა ესეთი რამ, რომ აი იქაურებმა აჯობეს აქაურებს დაინტერესების კუთხით ასტროლოგიის მიმართ. თუმცა ნუ ახლა გასაკვირი არ არის, ადამიანია და ნუ ზოგჯერ იქეთ მოიმატებს ინტერესი, ზოგჯერ აქეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოიყენოთ ეს პერიოდი, რომ პირადი ჰოროსკოპის შედგენა შეგვეძლება კიდევ, ესე იგი, აგვისტომდე. მე ერთი თვე შევისვენებთ. ესე იგი, ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეული დღეების პერსპექტივებს, დავიწყოთ ხვალინდელი დღიდან 29 რიცხვია, ორშაბათია, ხვალ ესე იგი ნაწილობრივ უკვე იყავთ ყურადღებით, იმიტომ რომ სავსე მთვარეობის ენერგიები მოქმედებენ ხვალინდელ დღეზე უდაოდ, ამიტომ ცოტა ვაკონტროლოთ ემოცია, არავითარ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ, ტრაუმატული ტენდენციებიც მაღალია და თან უკვე ხვალიდან 8 ივლისამდე იცით თქვენ ურანის მარსის ენერგიათა შეერთება ხდება, რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს კონფლიქტებს, მათ შორის მასობრივ კონფლიქტებს, მოულოდნელ დაპირისპირებებს და ასე შემდგომ. და ხვალ ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ კურსო მთვარის პერიოდი გვაქვს ჩვენ ღამის პირველი საათიდან დღის 11 საათამდე 20 წუთამდე, ანუ ამ დროს მოულოდნელად დუნდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრაუმებისა და ავარიების სიტყვის განსაკუთრებულ ყურადღებას ძღოლებისა და ქვეითად მოსავლებისგან. და ასევე ხვალიდან იცით 24 ივლისამდე პლანეტა მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის, მოგზაურობის მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი, რეტროგრადული და ამით შეზღუდავს ვიმეორებ ახალი საქმის დაწყებას, მოლაპარაკებებს, საჭირო ინფორმაციის მიღებას, ახალ საყიდლებს, ახალ კონტაქტებს, გზავრობა, მოგზაურობებს და ასე შემდეგ. გვაბრუნებს იგი არასწორად წარმართულ საქმეებთან ურთიერთობებს და ითხოვს ჩვენგან დაშვებული შესაბამების ანალიზს ან გამოსწორებას.
და ამავდროულად გამოიწვევს ცოტა მეტად საცობების ზრდას ქუჩებში, ტექნიკის ცუდ მუშაობას. თვითონ დღეს რაც შეეხება ხვალინდელ დღეს იგი ხელს უწყობს ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრს. დაგვიანების ალბათობა ხვალ მოემატებს. პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის ცდელობა ზოგიერთში გამოიწვევს კონფლიქტებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კანის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე მორიელის და თხისქას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე სამშაბათს 30 რიცხვია, გეომაგიტურია, იცით გეომაგიტურა ნიშნავს იმას, რომ ამ დროს აუცილებლად თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით თავის ტკივილი, უგონებობა და შემდგომ აუცილებლად გაიზომე წნევა და შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენეთ ან ყავით, ან დაუშვათ წამლით, რათა მოიყვანოთ წესრიგში თქვენი ორგანიზმი. რატო? იმიტომ რომ თან კიდევ სავსე მთვარეობა გვაქვს ჩვენ კიდევ სამშაბათს, ორშაბათსა და სამშაბათსა და აქ სვარის და მზის ენერგიათა დაპირისპირება ხდება თხისქას კერქების ზოდიაქურ ღერძზე. ამიტომ ტრაუმატული მოვლენები, ცნებები, შეცდომები, სიჯუტე, ხასიათცვალებადობა, აგრესია, დეპრესია, კონფლიქტურობა ეს ყველაფერი მოემატებს. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ და ვიღოთ ყურადღებით. პროვოკაციებს არ აყვეთ, ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ და მშვენ გაწყვეტილებებსაც ნუ მიიღებთ. სამაგეროდ კარგია ეს დღე მავნე ჩვენებისგან განთავისუფლებისათვის, მათ შორის თამბაქოს წევრებსაც ეხებათ ეს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანის არე. დადებითია ეს დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. დანარჩენ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ ცოტა ხანში, იმიტომ რომ მოგვისწრო ახლა ჩვენ რეკლამა, ცოტა ხნით გავალთ რეკლამას და მერე შევხვდებით ვისაუბრებთ დანარჩენ თემებზე ამ კვირისა. ჩვენს ეთერშია ახლა რეკლამა. ჩვენ ეთერში ვარ ტელეკომპანია კავკასია, პროგრამა ვარსკვლავები გვამსწრებენ და მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას რეკლამის შემდგომ. საუბრობთ ასტროლოგიურ მოვლენებზე 29 ივნისის 5 ივლისის შუალედში და ცალკეულ დღეებს გქონდა საუბარი და ახლა მივადექით 1 ივლისს. ეს არის ოთხშაბათი დღე. აქ ჩვენ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს 15 საათიდან 52 წუთიდან 23 საათამდე 35 წუთამდე გასტანს ამ პერიოდში ესე იგი მძღოლებს ქვევით ატმოსფერულებს და იმ ადამიანებს ვინც რაღაც სახიფათო საქმიანობასთან არიან დაკავშირებული განსაკუთრებული ყურადღება მართვით იმიტომ რომ მოულოდნელი მოდუნება ყურადღებისა შეიძლება ტრაუმატული ტენდენციებით დასრულდეს. და პირველში მნიშვნელოვანი ის რომ პირველიდან უკვე ფაქტობრივად გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი 1 წლით გადაასვლებს ლომის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად წარმატებას მოუტანთ ვისი მოქმედი მათ ვინც ვისი მოქმედებას დაეყრდნობა ჭეშმარიტ სიყვარულს შველებთან ურთიერთობა სიყვარული ეს იგულისხმება არა მარტო დაუშვათ ადამიანებს შორის სიყვარული არამედ საქმეშიც უნდა ჩააგზავნოთ სიყვარული ასევე აქტიური ენერგიული მოქმედება კეთილშობილება მეგობრობა ოპტიმიზმი უშეშარი ხასიათი ორგანიზმის ნიჭის გამოვლენა არტისტული შემოქმედების შესაძლებლობები ეს ყველაფერი წარმატების მომთან იქნება. და მაგალითად სფეროებში შეიძლება მეტად განვითარდეს წარმატება როგორც არის თეატრალური სფერო, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, კულტურულ გასართობი ინდუსტრია, შედის კაზინო, რესტორანი, ატრაქციონები, პარკები, ლოტარეები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, იურისპრუდენციის სფეროში, სახელმწიფო აპარატის სტრუქტურებში, დიზაინის, არქიტექტურის, პარტნიორ კოსმეტიკის, სილამაზის სალონების ბიზნესში და ასე შემდგომ. თავარი ფავორიტი რას უკვე ხდება ლომის ზოდიაქო, თუმცა იგი ამას მაინც ამ წარმატებას შეეგზნობს მხოლოდ 15-20 ივლისის შემდგომ დაეწყება მას. მაგრამ ნუ პირველიდან უკვე ეს მოვლენა ხდება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ოთხშაბათს ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი, კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ოთხშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგი იქნება ოთხშაბათი დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. და მივადექით 2 ივლისს ეს უკვე ხუთშაბათი დღეა, გეომაგიტურია, ამიტომ იცით რომ ამ დროს თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით აუცილებლად წნევა გაიზომეთ და სათანადო ასე ვთქვათ პროფილაქტიკა. გინდათ ყავით, გინდათ წამლებით, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი. 2 რიცხვი ხუთშაბათი ტრაუმატიულია, დაიცავით უსაფრთხოების წესები, ნუ აყვებით პროვოკაციებს და ნუ ჩაებმევით კონფლიქტებში. ნუ რაფერს ნუ დაგეგმავთ, თავისუფალი გრაფიკით იცხოვრეთ მეტად. მაღალია 2-ში ნევროზული გაღიზიანების ალბათობა, უძილობა და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხუთშაბათს იუმორს ყველა სათანადოდ ვერ აგიქვავს და ამას მე შეიძლება მოყოს გარკვეული პრობლემები. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსთან და მათ შორის დედათა რჩევებს და ნუ გადაღლით ამ დღეს თვალებს. დიდ ხანს ფეხზე ნუ იდგებით, ჯობია იაროთ.
იმიტომ აქ სუსტდება ვენური სისტემა, ესეც გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება, ესე იგი ვენები, თვალები, ფეხის კუნთები, ნერვული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი. Ყველას კარგია ხუთშაბათი ვერძის, შილოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე 3 რიცხვს, 3 ივლისი, ეს არის პარასკევი დღე, გეომაგიტური ასე, ამიტომ იცით რომ თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება, შესაბამისი პროფილაქტიკაც გამოიყენეთ და მიაქციეთ ყურადღება საღამოს პერიოდს, ღამის საათებს, უბრალოდ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს ჩვენ 21 საათიდან 29 წუთიდან ღამის პირველ საათამდე. ანუ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მძღოლებს ქვეითად მოსარულებს, იმიტომ რომ დუმდება ყურადღება, რაც შეიძლება ტრაუმატული ტენდენციების ფაქტორი და წინაპირობა გახდეს. და იცით რომ პლანეტა პროზორპინა 3 რიცხვიდან გადაინაცვლებს 21 გრადუსში მორიელის ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშნის 21 გრადუსში და ამით მეტად ხელს შეუწყობს პროტესტების, დესპოტიზმის, დამოუკიდებლობისადმი, მიდრეკილებისადმი განვითარებას ადამიანებში. ამავდროულად თავისუფლების დათქმის ახალ მექანიზმებსაც შეემუშავებენ და არასამართლიანი ბრალდებების ტენდენცია მოიმატებს. ისევე როგორც ქრონიკული დაავადებების, ციხეში ჩასმის ტენდენცია, გაკოტრების ტენდენციაც ამასთან დაკავშირებით მოიმატებს. რაც შეეხება თვითონ პარასკევს, აქ კანონებს და წესებს ნუ დაარღვევთ. საღამოს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. და აქ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ვენები, ნერვული სისტემა. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში პარასკევს სასურველი არ იქნება. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. დადებითია ეს დღე ტყუპების, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 4 რიცხვს, 4 ეს უკვე ივლისი ითხოვს პირველში ყურადღებას მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდის მიმართ. ღამის პირველი საათიდან დილის საათამდე 31 წუთამდე გასტანს აქ ისევ მძღოლებს ქვეითად მოსარულებს ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ, იმიტომ რომ აქ ყურადღებობის ფონზე ტრაუმატული ტენდენციების წარმოქმნის ალბათობა მაღალია და წინასწარ განსაზღვრული მოვლენათა განვითარების დღე იყავით ყურადღებით. დღე ფრიად ტრაუმულავარიულია. შეამცირეთ კონტაქტები უცხო ადამიანებთან და რაც შეიძლება შორს ალკოჰოლის სასმელების ნარკოტიკული ნაერთებისადმი მეტი დრო დაუთმეთ ოჯახ შვილებს ჯანმრთელობის გაჯანსაღებას აქ ხდება უკვე პიკი მარს ურანის შეერთების 2 მძიმე ბოროტი პლანეტისა. ამიტომ სხვადასხვა სახის არასასიამოვნო მოულოდნელობების ტენდენცია, მათ შორის ხანძრების, სხვადასხვა აფეთქებების, ცეცხლიარაღის გამოყენების, ასევე სხვადასხვა სახის ეკოლოგიური კატასტროფების, მაგალითად ქარების და შემდგომ ტენდენციები საკმაოდ მაღალია და ვიღოთ ცოტა ყურადღებით ფრთხილად გავიაროთ 4 რიცხვი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. და ოპერაციების ჩატარება მათემატიკაში სასურველი არ იქნება, ყველაზე კარგია შაბათი, კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე კვირას, ეს არის უკვე 5 ივლისი, აქ ეს დღე კარგია დასვენებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ქველმოქმედებისთვის, კონტაქტებისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისათვის. აქ არ ვარ გასაგებად შპალერის გაკვრა, ჭერის შეთეთრება, ხის ზედაპირის სველი წესით წმენდა. პარტნიორობებს შესაძლებელი იქნება გაუგებრობის და პრობლემების მეტად გადაჭრა. და მოდი ამშვიდობთ რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქაც ნერვული, ლიმფური სისტემა, ტერფები, მხედველობა. თუმცა შემდეგ კვირას არ იქნება სასურველი საიდუმლო საქმეები და საიდუმლო სიყვარული. საიდუმლო ძალიან ადვილად გამოაშკარავდება და მოვერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ურთიერთობებს. დადებითია შემდეგ კვირა ქალწულის, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. აი ეს ტენდენციები უკავშირდება შემდეგ კვირის ასე ვთქვათ მოვლენებს. ეხლა აქვე მინდა შეგახსენოთ რომ კვლავ გაყიდვაშია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნული სათითაო თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიური პერსპექტივები, თავისი დადებითი უარყოფითი დღეები და სხვა მნიშვნელოვანი ასევე საკითხებია განხილული. ასევე არ აგვერიოს ეს დიდ ჟურნალ ჰოროსკოპთან, რომელიც ასევე გამოსულია და აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, მაგალითად პოლიტიკური პროგნოზი 2026 წლისა თავისი გრაფიკული გამოსახვით. შექმნით ჩვენ გვაქვს ასევე სათითაო აღმოსავლური დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი 2026 წლისა. ისეთ რომ აქ ჩვენ გვაქვს ასევე გეომანტია დედამიწისა, როგორ იცვლება თვეების და მიხედვით და რას ნიშნავს ეს. ანუ ქარიშხლები, მოდი ასე ვთქვათ, მზეზე აფეთქებები და მათზე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და
მოვლენებზე, რომელიც სოციუმში ამოსაოდნელი, აქვე გვაქვს ყოველდღიური მთვარის, ასე ვთქვათ, პროგნოზები, ასტროკალენდარი და შეგნით განაცით ასევე გელოდებათ ბიზნეს შემოქმედებითი სასიყვარულო ასტროკალენდარი, თავისი დადებითი და უარყოფითი დღეები და შესაძლებლობებით, ასევე აქ არის სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია ეს დღეები, რომლის ველობისას, აი 2 დღის განმავლობაში არ არის სასურველი ამა თუ იმ ორგანოზე ოპერაციების ჩატარება თვეების მიხედვით წლის ბოლომდე. და აქვე გელოდება თქვენ როგორც დიდი, ასევე პატარა ასტროკალენდრები, რომელიც დაკავშირებულია ყველა ზოდიაქოს ნიშანთან, მათი დადებითი უარყოფითი დღეები ყოველ თვე წლის ბოლომდე 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი გელოდებათ უკვე ამ დიდ ჟურნალ ჰოროსკოპში და ეს ყველაფერი რასაკვირველია, ასეთი არის პატარა ასევე ასტროკალენდარი მოგხსენება GB-ს, რომელიც უკვე ერთ ზოდიაქოს ნიშანზეა გათვლილი წლის ბოლომდე და ეს ორივე ჟურნალი შეგიძლიათ რასაკვირველია შეიძინოთ ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, მათ შორის დიდ ქალაქებში ყველგან და თუ გინდათ რომ დაუშვათ სახლში მიტანით მოგემსახურონ, მაშინ უკვე შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით და 597 15 99 77 მეორე 597 15 99 77 და მაშინ უკვე სახლში მიიღებთ ამ ინფორმაციას, იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებულიც ამ ინფორმაციის მით უმეტეს ფონზე. ეხლა მოდი ამშვიდ უკვე სხვა მშვენი მოვლენები ამ კვირისა, რომელიც ითხოვენ ყურადღებას, ვისაც აქვთ თმის შეჭრა, დაუშვათ, აი თმის შეჭრის კუთხით მოდით ამშვიდ, რომ კარგი იქნება გამოიყენოთ 3 და 5 ივლისის დღეები. აი ეს 2 დღე, დანარჩენი არა. რაც შეეხება ახლა კურნალობის დაწყებას, აი ვისაც აქვს განზრახული კურნალობის დაწყება, აი მათ საყურადღებოდ მოდი აღვნიშნოთ, რომ კარგია თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 29 ივნის ორშაბათი დღეა, ასევე კარგი იქნება 30, ესეც გამოიყენეთ მაქსიმალურად და 3 ივლისის დღე. და ნეგატიური როგორც ესეთი ალბათ მხოლოდ 4 რიცხვი შემიძლია თქვა და 4 და კიდევ მოდი ასე ვთქვათ, 5-შიც ნაკლებად, მაგრამ 4 პირველში გამოვაკლოთ. მაგრამ კურნალობის დასაწყებად დაუშვათ თუ 4 და 5 გასარჩევი, ისევ 5 ჯობია. რაც შეეხება მოგზაურობის, ასე ვთქვათ, დაწყებას, მოდი ასე ვთქვათ, აქ კარგი გაქვთ 29 რიცხვი, ასევე კარგი იქნება 3 რიცხვი, მაგრამ 4 და 30 ცოტა ფრთხილად. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. სამსახურის შეცვლის კუთხით აქ ჩვენ გვაქვს პირველი რიცხვი, კარგი და 4 რიცხვი არ ვარგა. დარჩენილი დღეები საშუალო ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დადების კუთხით 29 რიცხვი კარგია, 2 რიცხვი, 3 რიცხვი ივლისის ასევე კარგია და რაც შეეხება, ესე იგი, უარყოფით დღეებს, აქ არ არის სასურველი ისევ 4 რიცხვი. აი დარჩენილი დღეები ნეიტრალური აქაც. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 29 რიცხვი, ასევე 2, 3 ივლისის დღეები და არ ვარგა 4 რიცხვი. აქაც. ქორწინებისთვის. კარგი იქნება დაუშვათ ქორწინება, თუნდაც მოდი ასე ვთქვათ, აქაც 29-ში შეიძლება, მაგრამ უკეთესი იქნება პირველი 2, აი ეს რიცხვები, ხოლო 4 რიცხვი არა. აი დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყოველთ კარგი იქნება 30 რიცხვი, სხვათა შორის, ასევე 3 რიცხვი არ იქნება ცუდი და არ ვარგა 4. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოსთვის აღნიშნოთ აქ 29 რიცხვი, კარგია პირველი, მისაღებია 5 რიცხვი და არ ვარგა აქ 4 რიცხვი. რაც შეეხება მსხვილ საკითხებს, აქ მოდი ასე ვთქვათ, რომ მსხვილ საკითხებისთვის საერთოდ ეს პერიოდი ნაკლებად წარმატებულია, მაგრამ თუ აუცილებლობა განსაკუთრებული მაშინ 2 რიცხვი გამოიყენოთ. 4 არა. სასამართლო პროცესებისთვის ჯობია გამოიყენოთ აქ პირველი 2 ივლისის დღეები და არ ვარგა აქაც 4 რიცხვი. აი დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ეხლა რაც შეეხება მოდით ასე ვთქვათ, საფინანსო ჩვენს კალენდარს, აი ამ კუთხით მოდით აღვნიშნოთ, რომ
29-ში, მაგალითად, ეს არის ორშაბათი, ხვანდელი დღე, კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება. ეს მეტად მოიზიდავს თქვენთან ფინანსურ ეგრეგორს, ანუ ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ 30-ში უკვე, სხვათვის 30-შიც კარგი იქნება. ქველმოქმედება 29-ში, 30-ში არის მისაღები და კარგი, მაგრამ 30-ში უკვე მოერიდეთ ფულის ვალში აღებას გაცემას, კრედიტის გაფორმებას. აი ამისთვის ეს დღე არ ვარგა. შემდგომ უკვე მოდის, ასე ვთქვათ, ივლისი და 1 ივლისი აქ კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 2 ივნისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება. 3 ივნისს კარგია საათის შეძენა, ვალუტის ყიდვა გაყიდვა, არ ვარგა ფულის, საკუთარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა აღება, კრედიტის გაფორმება. 4-ში შეიძლება საათის შეძენა და არ ვარგა ვალის გასტუმრება, ინვესტიციების გაკეთებას ნაკლებად. 5 ივნისი კარგია აქ ფულის ვალში გაცემა აღება, საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ შეხედოთ. ამ ხრივ ეს პერიოდი არ ვარგა. რაც შეეხება ანგელოზის დროს, აქ მოდით ავუშვოთ, რომ ხვალ 29-ში თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ კონტაქტზე თქვენს ფარველ ანგელოზთან და თხოვოთ თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და შეგიძლიათ ყველაფერი განახორციელოთ უკვე საღამოს 20 საათიდან 29 წუთიდან 21 საათამდე 25 წუთამდე გასტანს ეს პერიოდი. ამიტომ აქ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ მონაკვეთში დროისა თქვენ თხოვოთ ფარველ ანგელოზს რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და შესაბამისად აქ ილოცოთ კიდეც. ამ ხრივ ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერი და კარგია. რაც შეეხება 30 რიცხვს, 30-ში უკვე 21 საათიდან 8 წუთიდან 21 საათამდე 54 წუთამდე გასტანს ეს პერიოდი და აი ამ მონაკვეთში დროისა ეცადეთ რომ ეს ყველაფერი მოახერხოთ. შემდგომ პირველში 14 საათიდან 8 წუთიდან 14 საათამდე 56 წუთამდე, 2-ში 15 საათიდან 15 საათამდე და 50 წუთამდე, 3 ივლისს 16 საათიდან 16 საათამდე და 50 წუთამდე, შემდგომ 4-ში 17 საათიდან 17 საათამდე 55 წუთამდე და 5-ში 18 საათიდან 18 საათამდე 50 წუთამდე. აი ეს გვაქვს ჩვენ ანგელოზის დრო, ამ პერიოდში შეგიძლიათ უკვე შეხვიდეთ მასთან კონტაქტში, რაიმე თხოვნით, თუ თხოვნა ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, მაშინ ეს თხოვნა აგისრულდებათ. ეხლა მოდით აღვნიშნოთ, ესე იგი, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩვენ თავიდან დავაანონსეთ, ანუ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი 12 წელიწადში ერთხელ შედის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში და აძლევს არნახული შესაძლებლობების და წარმატების შანსებს და პერსპექტივებს. ადამიანებს მათ შორის იმ ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს. ამ შემთხვევაში მისი რჩეული არის ლომის ზოდიაქო. ლომებო მოემზადეთ. სადღაც 15-20 ივლისის შემდგომ თქვენ უკვე მეტად იგრძნობთ ამ შესაძლებლობებს, თუმცა ის უკვე ახლა პირველი რიცხვიდან შემოდის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. და შესაბამისად, ესე იგი, 1 წლის განმავლობაში თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი შესაძლებლობები წარმატებისა ყველაზე მაღალი გაქვთ თქვენ. ოღონდ არ ნიშნავს, უნდა წამოწმედოთ, აილოდოთ, როცა შესაძლებლობა დაგეღრებათ. არა. აქ საჭიროა განსაკუთრებულად დინამიური მოქმედება, იმიტომ რომ შემდგომი შემოსვლა იუპიტერისა თქვენ ზოდიაქოში მოხდება მხოლოდ 12 წლის შემდგომ. ამიტომ ეცადეთ რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად აიეხლა, სანამ დაიწყება უკვე ლომის დრო და მზე სანამ ასევე გადავა თქვენ ზოდიაქოში დაახლოებით 15-20 ივლისამდე. ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ მოიფიქროთ კარგად. ვისთან გინდოდა თხოვნით მიმართვა, ვისთან გინდათ პარტნიორული თანამშრომლობა, რა იდეის ამ პროექტის განხორციელება გინდოდათ, ან სად გინდოდათ წასვლა, მგზავრობა, მოგზაურობა, ვისთან პარტნიორული თანამშრომლობა. აი ეს ყველაფერი ახლა კარგად გაიაზრეთ, დაგეგმეთ თქვენი გეგმები, რომ უკვე 20 ივლისის შემდგომ, როცა უკვე მზე გადავა ასევე თქვენ ზოდიაქოში და ეგ შეუერთდება გამარჯვების პლანეტა იუპიტერს, აი აქედან უკვე დაიწყო ძალიან სერიოზული აღმავლობა ამ თქვენი იდეების რეალიზაცია, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებები შეგიძლიათ უკვე ამ პერიოდიდან შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. და მოდი ახლა აღვნიშნოთ ასევე რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ტენდენციებში ექნება ყველაზე მაღალი შანსი წარმატების უახლოესი 1 წლის განმავლობაში. დავიწყოთ ცეცხლის სტიქით, ანუ ვერძის ზოდიაქოს. ყველაზე მეტი წარმატებების შანსი ექნება შემდეგი 1 წლის განმავლობაში სასიყვარულო პარტნიორული კუთხით. საუკეთესო დროა ვერძებო სიყვარულისთვის. შეიძლება აქ შეექმნას ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. შეიძლება არსებული ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, აამაღლოთ,
ძალიან კარგი პერიოდია ქორწინებისათვის, ძალიან კარგი პერიოდია შვილების გასაჩენაცვლისთვის, დაფეხმძიმებისთვის, ძალიან კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთგაგების ასამაღლებლად, ურთიერთპატივისცემისათვის და ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი თანამდებობის პერსპექტივის წინაშე, იმიტომ რომ აქ უკვე აშკარად კარგად გამოავლენ თქვენს ორგანიზატორულ მონაცემებს, რაც სათანადოდ იქნება ასევე დაფასებული კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღებაც იქნება პრია წარმატებული. ამიტომ ამ ხრივაც არ გამოტოვოთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ ამ კუთხითაც იგი წარმატებულია თქვენთვის. რაც შეეხება ახლა უკვე კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, კუროებო, მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და სანათესო ურთიერთობებს. აი აქედან მოდის წარმატება. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ თქვენ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, რაც უფრო ფართოა ურთიერთობა და მეტად თბილი და სასიკეთო, მით მეტად მათი თანადგომა და მათთან ურთიერთობა თქვენი წარმატების მთავარი გარანტი ხდება. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება ისწავლეთ. ეს თქვენი ასევე წარმატების კიდევ ერთი ფაქტორია და გეძლევა ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ამ სერიოზულად განაახლოთ თქვენი საბინაო პირობები, შეიძლება სახლი, გაალამაზოთ, ახალი ავეჯი შეიძინოთ, რემონტი გააკეთოთ და კომფორტი მოიწყოთ მეტად, შეიძლება აგარაკით შეიძინოთ. აქ არის გამორიცხული, რომ რაც მეტად თქვენ გარდაცვლილ წინაპართა ხსოვნას, ასე ვთქვათ, პატივს მიაგებთ, თუნდაც სანთლის ანთებით, ხო? აი უკვე გაძლიერდებათ საგვარეულო კარმა, რაც ასევე დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მეტი დრო გაატარეთ სამშობლოში. უახლოეს 1 წელი სამშობლოში გაცილებით მეტ წარმატებას მოგიტანთ ვიდრე უცხოეთში. ახლა უცხოეთში არავინ არ გიშვით ხელს იმოგზაურეთ ეს სიამოვნეთ ცოტა ხნით, მაგრამ ძირითადი დრო სამშობლოში. აქ არის ყველაზე მეტი წარმატების შანსები. და ასევე ოჯახის შექმნისთვის საკმაოდ კარგი წელიწადია. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებო, ზუსტად ის დროა, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. კომუნიკაციის პერიოდი დაგიდგათ. საიდანაც მოდის წარმატება. თქვენ გიყვართ კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა, საინტერესო ადამიანების გაცნობა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა. ეს ყოველივე მოგიტანთ ახლა წარმატება. შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები, ახალი იდეები მიიღოთ, ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც კი მეტად ნაყოფიერი პერიოდი აქ შეიძლება საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რაც დაბადებს ახალ იდეებს თქვენს გონებაში და ამ იდეების რეალიზაციის საშუალებასაც კი მოგცემთ. და საინტერესო ადამიანები მათ შორის ახლებურად ჩამოყალიბებენ თქვენს სოფხედელობასაც. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბებო, ფულის დროა. ანუ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შანსები იმისა, რომ გინდა თქვენი ბიზნეს პროექტებით, გინდა თქვენი შემოქმედებითი ნიჭით, გინდა სხვა საქმიანობით, აქ იპოვოთ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ფულის მოპოვებისა. შეიძლება ერთობლივი ბიზნეს საქმიანობიდან, შეიძლება შემოქმედებითი თქვენი მუშაობიდან, ასევე დაუშვათ შეიძლება ბიზნეს პროექტებიდან და ასე შემდგომ. თავარია იმოქმედოთ პრინციპით 7 ჯერ გაზომერთხელ გაჭერი იყო ცოტა ფრთხილი წინ დახედული მოქმედებისა გაწყვეტილის მიღებისას, მაგრამ სხვა მხრივ რომ ამ წელიწადმა შეიძლება სერიოზული ფინანსური შემოსავლები გაზარდოს, შეიძლება პრემიები, ბონუსებიც მიიღოთ, ან ისეთ სამსახური იპოვოთ, რომ ეს ფინანსურად იქნება უფრო მომგებიანი, ამის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომის ზოდიაქო იგულისხმება. ლომებო, ეხლა ცოტა ხანი გიწევთ 1-2 კვირა ცოტა სიფრთხილეს გამოვლენას, სადღაც 15-20 რიცხვიდან უკვე დაიწყება თქვენთვის როგორც თავარი ფავორიტისთვის და ამნიშნული სასკეთო პერიოდი. ყველაფერი შეიძლება გამოგიდოთ. ადრე გეუბნებოდნენ რაღაცაზე უარს, ახლა მიდით უარს არ მიიღებთ. გეტყვიან დიახ. ამიტომ გინდათ ეს სამინისტრო იყოს, გინდათ ცალკეული პირი, შესაძლებლობები წარმატებისა გაქვთ მრავალფეროვანი. თავარი წარმატების ფაქტორი ხართ თქვენ, ოღონდ საჭიროა რა აქტიური მოქმედება. მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, იმოგზაურეთ, ისწავლეთ და ასე შემდგომ. ანუ თქვენ გაქვთ საშუალება დინამიური მოქმედების შემთხვევაში ყველაზე მეტი წარმატების მიღწევისა. გინდათ ბიზნეს კუთხით, გინდათ მატერიალური კუთხით, გინდათ სასქესო კონტაქტების კუთხით. ყოველ ხრივ შეიძლება სერიოზულ პროფესიონალურ წინსვლას გქონდეს ადგილი, ახალი თანამდებობა მიიღოთ, ახალი საქმე, ბიზნესი დაიწყოთ და ასე შემდგომ. თავარი ფავორიტი ერთ სიტყვით ხართ თქვენ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ქალწულებო თქვენ მოგეთხოვებათ უახლოეს 1 კვირის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში, სანამ იუპიტერი ლომშია და გადავამერეთ თქვენ ზოდიაქოს ნიშანში 2027 წლის ზაფხულში და მე თქვენ იქნებით თავარი ფავორიტი იქამდე ეცადეთ რომ ენას კვილი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ. ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების დაუშვათ ან სურვილების შესახებ, მაშინ უფრო წარმატებული იქნებით. ეს არის ერთგვარი პატარა მცირეოდენი იზოლაციის პერიოდი, რომელიც მოგცემთ საშუალებას
საშუალებას რომ ბევრ რამაზე დაფიქრდეთ, ბევრი რამ გაიაზროთ, ანალიზი გააკეთოთ, თუნდაც წარსულიდან. აქ შეიძლება შეკროთ ძალიან საინტერესო მეგობრული წრე, ურთიერთობები, დაინტერესდეთ ეზოთერული, ოკულტური, კოსმიური საკითხების, ანუ ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური მოძღვრებებით, რა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება თქვენთვის. მოგეთ თქვენთაგან ჩაერთება საქველმოქმედო საქმეებში, რაც ასევე იქნება წარმატებული. თუ ხარ ჩართული პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ფართო სპექტრში, ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება და სხვა შორის ტურისტული ლაშქრობებისთვის, ტურიზმისთვის, უცხოეთში დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. სასტორი ზოდიაქოს რაც შეეხება სასტორებო რეფორმების დროა. სიახლეები გინდოდათ, ახლა არის სწორედ უახლოესი 1 წელი ამისთვის გადასარევი. ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი ვარცხნილობა, ახალი ჩაცმულობა, ახალი დიზაინი, ახალი ურთიერთობები, ანუ რაც მეტ სიახლეს შემოიტანთ, რაც უფრო მეტად თავისუფალ გარემოში იმუშავებ და იმოქმედებ და იცხოვრებ, რაც მეტად გექნებათ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული აზროვნება ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. და მოგცემთ საშუალებას, რომ იდეებიც განახორციელოთ და ყოველდღიურ წარმატებული იყოთ. აქ შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიკრას, ძველი ურთიერთობები ძალიან წარმატებული იყოს და მეგობრებთან ერთად რაღაც გარკვეული ბიზნეს პროექტიც წამოიწყოთ ინტერნეტთან, რაც შეიძლება აქტიური კონტაქტები. აი აქედან მიიღებთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან, არა მარტო ბონუსებს, არამედ ძალიან მნიშვნელოვან იდეებს. რაც შეეხება მორიელებო, თქვენ გაქვთ კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი. ანუ რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, მათთან ერთად შეგიძლიათ მათთან დგომის მეშვეობით კარიერულად წაეწიოთ წინ, ახალი სამსახური პერსპექტიული დაეწყოთ, ახალი თანამდებობას გამოკრათ ხელი და შემდგომ. მოგეთხოვებათ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა, რაც თქვენ არ გიჭირთ, პლუს თქვენი ინტუიცია, რითიც ახდენს სერიოზულ წარმატებებს, მათ შორის პირველში პროფესიონალური კუთხით. რაც შეეხება მშვილდოსნებო, ზუსტად ის, რაც თქვენ გიყვართ, აი ამის წელი მოდის. მგზავრობა, მოგზაურობის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების, უცხოენების ათვისების დრო. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები უკვე უცხოელებთან, იმიტომ რომ ეს მოგცემთ საშუალებას, რომ ახალი პარტნიორული თანამშრომლობა შეიკრას მათთან მიმართებაში, იქიდან მატერიალური დივიდენდებით შემოიტანოთ. აქ რაც შეიძლება მეტი ოპტიმიზმი, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, როგორც წარმატების ფაქტორი და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი, ახლებურად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და ამ ხრივაც გაითქვათ სახელს მეტად. თხისკაც რაც შეეხება თხის კებო ენაზე კბილის დაჭერის დროა. ზედმეტს ვილაპარაკებთ იმის შესახებ, რას აპირებთ და როგორ აპირებთ და ასე შემდგომ. თუ იმოქმედებთ მიზანს სტრაფულად, ორგანიზებულად, დისციპლინა, შეუპოვრობა, ნებისყოფა, ორგანიზებულობა, რაც თქვენ პრინციპში არ გიჭირთ, მაშინ ეს მოგცემთ საშუალებას, რომ მატერიალურადაც გაუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობა და პროფესიონალურადაც მეტად წახვიდეთ წინ. მერწყულებს რაც შეეხება პარტნიორული თანამშრომლობის დროა. მერწყულებო ეს წელიწადი ხელს სკობს პარტნიორულ ურთიერთობებს ბიზნეს, საქმიან პარტნიორებთან შეიძლება ახალი ესეთ პარტნიორები შეიქმნას ჯგუფი, შეიძლება ძველ ურთიერთობებსაც დაუბრუნდეთ და სხვა შორის პირადი ურთიერთობები, ქორწინებისთვის საუკეთესო დროა, სასკოლო კონტაქტების ამაღლების დროა, შემოქმედებითი თქვენი ნიჭის უნარის გამოსავლენად საუკეთესო პერიოდია, მადლობს თქვენში სამართლიანობა, რაც მეტად პრობლემებს მოაგვარებთ თქვენს ერგულებს მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისებით, იქნებით უკიდურესად სამართლიანი, მათ შორის იურისპრუდენციაში შეიძლება თქვენი მუშაობა იყოს მეტად წარმატებული ამ დროს. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება თევზებო გარკვეული გადახალისება შეიძლება მოხდეს უახლოეს 1 წელიწადში თქვენ სოხდელობაში, თქვენ ცხოვრებაში. ეს არის გარკვეული თქვენი დალაგების პერიოდი. დალაგდება თქვენი ურთიერთობები, დალაგდება როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე პარტნიორებთან, დალაგდება თქვენი აზრები, დაალაგებთ თქვენს ემოციებს, მოიყვანთ წესრიგში თქვენს ორგანიზმს. ანუ გაქვთ საშუალება იმისა, რომ სოციუმთანაც ურთიერთობები მოაწესრიგოთ. ერთ სიტყვით თქვენი მზადებით რაღაც მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებებისთვის და ამიტომ გარკვეული მოსამზადებელი ეს პერიოდი ხელსკობს თქვენს მოწესრიგებას და დალაგებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი თქვენი წარმატებებისათვის. აი ეს მოკლე ინფორმაცია მის შესახებ თუ რას გვიქადის იუპიტერის გადასვლა ლომის ზოდიაქოში 1 წლით და რა ტენდენციები იქნება ზოდიაქოს ნიშნებთან მიმართებაში. ეხლა რადგან ჩვენი საერთო დრო ფაქტობრივად ამოიწურა, მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალდილი თქვენ კიდევ ერთხელ ნახავთ 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ამ გადაცემას, ასევე დაედება YouTube-ზე და Facebook-ზეც. ამის გარდა ხვალდილით ისევ შევხვდებით ტელემედის ეთერში 15 წუთი რო დააგდება 9-ს დილით, შემდეგ გადავემსლებთ 20 წუთზე 10-ისა რადიო ემეთში და დაახლოებით რო დააგდება 10-15 წუთი პოსტივის დილის გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს, პოსტივში შევხვდებით ასევე დილით ასევე 9 საათისთვის ხუთშაბათს
და პარასკევს უკვე შუა დღის გადაცემაში რუსთავი 2-ის ეთერში შევხვდებით ერთმანეთს. ამის გარდა რადიო ფორტუნა იცით რომ დღეში 3-ჯერ გამცნობთ ყოველ დღე ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულს იმ დღის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ამის გარდა ორშაბათის ასწავლდასწვალი გაზეთი და ჟურნალი თბილისელები ასევე გაძლევენ ინფორმაციას ასტროლოგიური მოვლენებისა და ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული, იმედია წარმატებული. ამ საუკეთესო სურვილებით, ბეგემში დობებით, მომავალში ხვედრამდე.